ჭაში დღეს ნიკორწმინდის ტაძრის 1000 წლის იუბილეს აღნიშნავენ სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში. ამბროლაურში საღამოს გალა კონცერტი გაიმართება, მანამდე კი ისტორიულ ტაძარში საზეიმო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე აღავლეს. დღესვე იკურთხება ნიკორწმინდის მონასტრის ადგილი დაგეგმილია ასევე სხვადასხვა საზეიმო ღონისძიება. ნიკორწმინდაშია ჩვენი კორესპონდენტი ირმა ჭოლაძე, მას პირდაპირ ეთერში ვთავთ. ირმა, გისმენთ. ამ წუთებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საიუბილეო წირვას აღავლენს ნიკორწმინდის საკათედრო ტაძარში. წირვა ეძღვნება ტაძრის 1000 წლის იუბილეს. ტაძარში შეკრებილია უამრავი ადამიანი. დღესასწაულთან დაკავშირებით ადამიანები რაჭაში დღეს ჩამოვიდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მოსახლეობას შეუერთდა საქართველოს პრემიერ-მინისტრიც გიორგი კვირიკაშვილი. ამბროლაურის რაიონში რამდენიმე წუთის წინ მოვიდა პრემიერ-მინისტრი საზეიმო წირვას მთავრობის წევრებთან ერთად ესწრება. პირველში ყველას გილოცავთ დღევანდელს. ყველას მოგესალმებით 1000 წელი შესრულდა ამ იდეური ტაძრის აშენებიდან. დავიწყოთ ეს ერთი დიდი ეპოქა და ალბომებსო ჩვენ მოვესწარით ამას ყველაფერს. 1000 წელი ამ ტაძრის აშენებიდან. აი ამ დღესასწაულის ფარგლებში გუშინ იყო ამბროლაურში ახალი საკათედრო ტაძრის კურთხევა. დღეს უწმინდესი მოგზანდება და წირვას აღავლენს ამ დღესასწაულის აღსანიშნავად. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელოვანია დღევანდელი დღესასწაული, რაც მთავარია პატრიარქის შეხვედრა. ჭიათური დანავარ წარმოშობით იქ ვცხოვრობ და ჩამოვედი სპეციალურად აქ. წირვის დასასრულს პატრიარქი შეკრებილებს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს, რის შემდეგაც დაიწყება ნიკორწმინდის ტაძრის კურთხევის საზეიმო ცერემონია. ცერემონიას დაეწრება ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც, მოგვიანებით გიორგი კვირიკაშვილი შაორის ტბაზე მიმდინარე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას დაათვალიერებს. პრემიერ-მინისტრის ვიზიტი რაჭაში დასრულდება ბიზნესმენებთან შეხვედრით, შეხვედრა ამბროლაურში გაიმართება. მადლობა ნიკორწმინდიდან პირდაპირ ეთერში ირმა ჭოლაძე გვერდთვებოდა.